ჩაქვის, მწვანე კონცხისა და მახინჯაურის დასახლებებში წყლისა და წყალანირების სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის სამუშაოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ ცხარე კამათის ფონზე მიიღო. გაურკვევლობა იმენ გამოიწვია, რომ კომპანია ეჯიტაშთან გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ ინგლისურ ენაზე იყო მომზადებული, რომლის შინაარსიც საკრებულოს წევრებისათვის სრულიად უცნობია. მერის მრჩევლის განცხადებით, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებში საერთაშორისო ხელშეკრულებისას ქართული ასლის აუცილებლობა არ არის. დეპუტატები კი კონსტიტუციის ნორმების დარღვევაზე მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ საკითხი დღის წესრიგიდან უნდა ამოღებულიყო. დოკუმენტი, რომელსაც გიორგი ერმაკოვმა ხელი დღეს 4 საათზე უნდა მოაწეროს 200 გვერდიანია. ხელმოწერის შემთხვევაში სამუშაოები იანვრის დასაწყისში დაიწყება და 27 თვის განმავლობაში დასრულდება. საქართველოში საქმის წარმოება კონსტიტუციის და ადმინისტრაციული კოდექსის დადგენილი. ნებისმიერი ხელშეკრულება, ნებისმიერი დოკუმენტი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ადამიანმა რომელმაც არის ეს და როგორაც ეს ხელშეკრულება სახელოს. ჩვენ ვიცით რომ ნაკობი ინდონეზიიდან თორე ინგლისურის რომ საერთო არსებობს საერთაშორისო სტანდარტი, დადგენილი საერთაშორისო ნორმა. ამ ნორმის თანახმად ხელშეკრულებას ეწედება ხელი ინგლისურ ენაზე. ეს არის ძალიან